4 წლიანი ომის დასრულების გეგმა, 28 პუნქტი უკრაინის კაპიტულაციისთვის. გრადი მშვიდობის მისაღწევად ორივე მხარე რთულ, მაგრამ აუცილებელ დათმობებს უნდა დათანხმდეს. მათ შორის დონბასის რუსეთისათვის გადაცემა და არმიის განახევრება. მშვიდობა არ შეიძლება ნიშნავდეს კაპიტულაციას. ჩვენ არ გვინდა უკრაინა დანებდეს. მოაწერს თუ არა კიევი ხელს რუსეთის სასარგებლოდ შედგენილ ამერიკულ დოკუმენტს. არაბების ჩამოსახლების შემდეგ მეჩეთებით სპეკულირება. მეჩეთების მშენებლობა იგეგმება ორივე ლოკაციაზე. ლელო და ალტინფო ერთროლში. ავითარი მეჩეთების აშენება, ეს არის მათი მორალი. თუ შეიძლება იცოდე, რომ არაფერი სასპეკულაციო არ არის, მაგრამ თუ გადგება პოლიტიკურად, მაინც უნდა სპეკულირო, მაშინაც კი, როდესაც ეს საქართველოს ინტერესებს აზიანებს. ქსენოფობიური ცრუ კამპანია 6,5 მილიარდი დოლარის ინვესტიციის წინააღმდეგ. ახალი რეგულაციები თავდაცვით დახმოვან იარაღზე. ნებისმიერ საკანონმდებლო ინიციატივა უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებრივ სიკეთეს და მე ამ კანონპროექტში ეს ვერ ამოვიკითხე. კანონის გამკაცრება ეხება შეძენასაც და შემოტანასაც. ევროპული პრაქტიკის გამოსწორებაზე დაყრდნობით შეიზღუდება სამოქალაქო ბრუნვაში, ანუ ჩვეულებრივი მოქალაქეს არ ექნება საშუალება რომ შეიზღუდოს და გამოიყენოს. ვის და როგორ შეეძლება წიწაკის სპრეის, აკუსტიკური და გაზის იარაღის შეძენა. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. დღეს 20 ნოემბერია, გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. მშვიდობა კაპიტულაციის სანაცვლოდ ქვეყანას, რომელიც რუსეთთან 4 წლიან ომშია, უკვე დაღუპული ყავს ასეულობით 1000 მოქალაქე და მიწასთან არის გასწორებული მისი სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, იმაზე უფრო კატასტროფულ პირობებს უყენებენ, ვიდრე ომის დაწყებამდე ჰქონდა. მთელი მსოფლიოს მედია წერს ტრამპის ახალი გეგმის შესახებ, რომელიც ამერიკაში რუსეთის პირობების გათვალისწინებით დაიწერა. 28 პუნქტი. რუსეთისათვის დონბასის სრულად გადაცემა, მათ შორის ის ტერიტორიები, რომელსაც ამჟამად მოსკოვი ვერ აკონტროლებს. უკრაინის არმიის განახევრება. უკრაინაში ვერ განთავსდება ვერც ერთი უცხო ქვეყნის სამშვიდობო ძალა. რუსული ენა კი კვლავ უნდა გახდეს უკრაინის სახელმწიფო ენა. ვაშინგტონს კიევზე ზეწოლა უკვე დაწყებული აქვს. უკრაინაში ჩასულია ამერიკელ გენერალთა დელეგაცია. ამ ყველაფერს კი წინ უძღვის კორუფციული სკანდალი, რომელიც ზელენსკის თითქმის მთელ გარემოცვას ეხება. ვაშინგტონის 28 პუნქტიან გეგმაში, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით დონალდ ტრამპმა უკვე დაამტკიცა, ასევე წერია, რომ ამერიკა და კიდევ რამდენიმე ქვეყანა რუსეთის ტერიტორიად აღიარებს ყირიმსაც და დონბასაც. კიევს ეს ვალდებულება არ აქვს. გავლენიანი გამოცემების თანახმად უკრაინაში ერთებული შტატების, თურქეთისა და კატარის შუამავლობით მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს, რაც ფაქტობრივად ნატოს გამორიცხავს. უკრაინის გარდა შეერთებული შტატები ევროპასაც სთავაზობს უსაფრთხოების გარანტიებს, თუმცა კონკრეტულად რას ეს დოკუმენტში არ წერია. ვოლოდიმირ ზელენსკი კი დღეს თურქეთში იყო, მას ერდოღანი არწმუნებდა, ევროკავშირი უკვე ანერვიულდა ვაშინგტონს, თავისი გეგმა არც ერთი ევროპული ქვეყნის დედაქალაქთან არ შეუთანხმებია. თეთრი სახლი თვლის, რომ თუ ომი გაგრძელდება, უკრაინა ისედაც დაკარგავს ტერიტორიებს და ამიტომ კიევის ინტერესია, რომ ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომელიც დამარცხებას ნიშნავს. მშვიდობა დიდი დათმობების სანაცვლოდ. აქსიოსი, როიტერსი, ეკონომისტი, Financial Times-ი ოფიციალურად გამოუქვეყნებელი ტრამპის გეგმის დეტალები მედიისთვის ცნობილი გახდა. საუბარია რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო 28 პუნქტიან შეთანხმებაზე, რომლის მიხედვით კიევს თხოვენ დათანხმდეს ტერიტორიულ დათმობებსა და ახალ პოლიტიკურ პირობებს. კერძოდ, გეგმაში გაწერილია უკრაინის მიერ რუსეთისთვის დონბასის სრული დათმობა და ამერიკის მიერ ყირიმისა და დონბასის რუსეთის ტერიტორიებად აღიარება. ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ამჟამად არსებული მონაცემებით ფრონტის ხაზის გაყიდვა. უკრაინის არმიის რიცხოვნობის ორჯერ შემცირება და უკრაინაში მეორე სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადება. ამ დათმობების სანაცვლოდ უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს. უკრაინაში მიმდინარე რთული და სასიკვდილო ომის დასრულება სერიოზული და რეალისტური იდეების ფართო გაცვლას მოითხოვს. გრადი მშვიდობის მისაღწევად ორივე მხარე რთულ, მაგრამ აუცილებელ დათმობებს უნდა დათანხმდეს. ამიტომაც ვმუშაობთ და განვაგრძობთ პოტენციური იდეების ჩამონათვალის შემუშავებას ამ ომის დასასრულებლად, რაც დაფუძნებული იქნება ამ კონფლიქტის ორივე მხარის წინადადებებზე. NBC News-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა სამშვიდობო გეგმას, რომელზეც ამერიკელი მაღალჩინოსნები რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან და უკრაინელ ოფიციალურ პირებთან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფარულად მუშაობდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გეგმაზე პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დივენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი მუშაობდნენ. The president has made clear ეს არის საკითხი,
რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი ჩვენი საგარეო პოლიტიკის წინა პლანზე აყენებს. კერძოდ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის მოგვარება. მთავარი მიზანი ევროპაში მშვიდობის მიღწევა და უდანაშაულო ადამიანების მკვლელობის შეჩერებაა. კიევს ახალ გეგმასთან დაკავშირებით ჯერჯერობით პოზიცია არ გაუჟღერებია. Financial Times-ი წერს, რომ გეგმა უკრაინულ მხარეს უკვე გაიგზავნა, თუმცა შეთავაზებული პირობები მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა. გარდა ამისა, მედიაში არსებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ანკარაში ვიზიტს გეგმავდა, სადაც სამხრივი შეხვედრა უნდა გამართულიყო ვოლოდიმირ ზელენსკისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით. თუმცა საბოლოოდ შეხვედრა არ შედგა, რადგან უკრაინის პრეზიდენტი არ იყო დაინტერესებული შეერთებული შტატების ახალი სამშვიდობო წინადადებების განხილვით. ევროპას სურს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნა. მესიჯი ბრიუსელიდან ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გაახმოვანა. კაია კალასმა დაადასტურა უკრაინის მხარდაჭერა და თქვა, რომ მშვიდობა კაპიტულაციის ხარჯზე არ მიიღწევა. ჩვენ როგორც ევროპელები ყოველთვის ვუჭერდით მხარს ხანგრძლივ და სამართლიან მშვიდობას და მივესალმებით მის მისაღწევად ნებისმიერ ძალისხმევას. ნებისმიერი გეგმის განსახორციელებლად აუცილებელია უკრაინელების და ევროპელების პროცესში მონაწილეობა. ჩვენ გვსურს მშვიდობა, უკრაინელებს სურთ მშვიდობა. ჩვენ გვინდა სამართლიანი მშვიდობა, რომელიც პატივსცემს ყველა სუვერენიტეტს. თუმცა მშვიდობა არ შეიძლება ნიშნავდეს კაპიტულაციას. ჩვენ არ გვინდა უკრაინა დანებდეს. რამდენად ერთსულოვანი იქნება უკრაინის მხარდაჭერა ევროპიდან? საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ბოლოდროინდელმა კორუფციულმა სკანდალმა ოფიციალური კიევის პოზიციები სააგზნობლად შეასუსტა. სიგიჟეა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი წევრ სახელმწიფოებს წერილს უგზავნის, რათა უკრაინას კიდევ 100 მილიარდი ევრო გაეგზავნოს. უკრაინაში ომის მაფია, კორუმპირებული სისტემა მუშაობს. ევროკომისიის პრეზიდენტი კი ამას თავის წერილში არც კი ახსენებს და გადახდების შეჩერების ნაცვლად მას სურს კიდევ 100 მილიარდი გაუგზავნოს უკრაინას. ეს სიგიჟეა, ეს სკანდალია. ვიდრე ომში ჩართული მხარეების მიერ ოფიციალური განცხადება გაკეთდება, კრემლის პოზიცია დმიტრი პესკოვმა გაახმოვანა. პრესპიკერმა თქვა, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ახლა კონსულტაციები არ მიმდინარეობს. როგორც ასეთი კონსულტაციები ამჟამად არ მიმდინარეობს. კონტაქტები, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ პროცესი, რომელსაც კონსულტაციები შეიძლება ეწოდოს, არ მიმდინარეობს. მშვიდობიანად მოგვარებისთვის ნებისმიერი დრო საუკეთესოა, მაგრამ ამან კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრა უნდა გამოიწვიოს. ტრამპის გეგმის შესახებ კიდევ ერთ ცნობას ბრიტანული Times-იც აქვეყნებს. გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ მაღალჩინოსნებს კიევში შეხვდება. და საქართველოს ქვეყანა, რომელიც 4 წელია ცდილობს საფრთხეების თავიდან არიდებას, ისე რომ არ გახდეს იმ გეოპოლიტიკური თამაშების მსხვერპლი, როგორი მსხვერპლიც ახლა უკრაინა ხდება. ბიძინა ივანიშვილი კრედიტ სუისის წინააღმდეგ 4 დღეში ბრიტანეთში საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდება. მანამდე ქართული ოცნების დამფუძნებელ სინგაპურსა და ბერმუდაში უკვე მოგებული აქვს 2 ინსტანცია. ორივეგან სინგაპურსა და ბერმუდაში შვეიცარიულ ბანკს ფულის დაბრუნება და ყველა ზარალის ანაზღაურება დაეკისრა. ამასთან დაკავშირებით დღეს ქართული ოცნების დამფუძნებლის ადვოკატის წერილი გავრცელდა. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიხვაძე ვრცლად საუბრობს 24 ნოემბერს ლონდონში ჩანიშნულ პროცესზე, სადაც სამართლებრივი დავის გარდა საუბარია ჩრდილოვანი მმართველობის გავლენებზე და იმ მიზეზებზე, რის გამოც საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელს საკუთარი ფულის განკარგვა შეუზღუდეს. ადვოკატი წერს, რომ დიდი ალბათობით 2 ინსტანციის შემდეგ ლონდონში გამარჯვება ამჯერადაც მათ მხარეს იქნება, თუმცა არ აქვთ იმედი, რომ მოგებული თანხების განკარგვის საშუალებას მისცემენ. ამის მიზეზად კი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან წარმოებული შანტაჟი და პოლიტიკური დევნა სახელდება. შოთა ფალავანდიშვილი განაგრძობს ამ თემაზე საუბარს. ლონდონის სასამართლო არის უმაღლესი ინსტანცია, მას შემდეგ რაც უკვე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ინტერესების დამცველებმა ბერმუდაში 2 ინსტანცია მოიგეს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ 24 ნოემბერს ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლომ უნდა გამოიტანოს. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი საკმაოდ ვრცლად მიმოიხილავს იმ პერიპეტიებს, რომელიც წლების განმავლობაში შვეიცარიულ ბანკთან მისი მარწმუნებლის, ასე ვთქვათ, სამართლებრივ დავას ეხება და ბუნებრივია
მისი თქმით ეს ყველაფერი არის ასევე პოლიტიკურ ჭრილში განსახილველიც, რადგან სწორედ პოლიტიკური მოტივით მოხდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მათ შორის შანტაჟი და როგორც ადვოკატი უწოდებს ბიზნესმენის დაყაჩაღება, მისი კუთვნილი თანხის მითვისება ან გაყინვა ყოვლად აუხსნელი მიზეზების გამო. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი განმარტავს თუ რა პერიპეტიები უძღოდა წინ სასამართლო პროცესების დაწყებას და ეს ყველაფერი მისი აზრით და თქმით დაიწყო 2008 წლის შემდეგ, რაც ქართული ოცნების დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისგან სრულად, ასე ვთქვათ, დისტანცირდა, რაც 2008 წლის ომის პერიპეტიები გახდა მისთვის ცნობილი. სწორედ 2008 წელს იწყება ივანიშვილისთვის კუთვნილი თანხის, ასე ვთქვათ, მოპარვა, რომელშიც ადვოკატის მტკიცებით გამოიყენეს პატრის ლესკუდრონი, რომელიც ივანიშვილის ბანკირი იყო კრედიტ სუისში, თუმცა ამ ადამიანის გარდაცვალება საკმაოდ გაურკვეველ ვითარებაში მოხდა რამდენიმე წლის წინ. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ეგრეთ წოდებულმა deep state-მა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ეროვნული ინტერესების არ დათმობა, არაპატია, გაკოტრებამდეც კი მიიყვანეს ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური და ცნობილი შვეიცარიული ბანკი, როგორიც კრედიტ სუისი იყო. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვაპირებდით ამ თემაზე რაიმე სახის განცხადების ან განმარტების გაკეთებას მიუხედავად იმისა, თუ როგორი შედეგით დასრულდებოდა სამართლებრივი დავა, მაგრამ რადგან თემა პოლიტიკოსებმა პოლიტიკური გარჩევის საგნად აქციეს, გადავწყვიტეთ ქართული საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მოკლედ შეგვეხსენებინა საკითხის პერიპეტიები, რამე თუ ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებული ავაზაკური რეკეტი არის უპრეცედენტო და პოლიტიკური დევნისთვის ფინანსური ბერკეტების გამოყენების კლასიკური მაგალითი. ბატონი ივანიშვილის მიმართ უცხოური სპეცსამსახურების, იგივე deep state-ის მხრიდან პოლიტიკური დევნა 2008 წელს დაიწყო. ეს ის დროა, როდესაც წინა ხელისუფლებამ, ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები გააყალბა და ძალაუფლება მიიტაცა, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი სრულიად დისტანცირდა ამ პოლიტიკური ძალისგან. ეს გადაწყვეტილება კატეგორიულად მიუღებელი იყო წინა ხელისუფლების გარე პატრონებისთვის, რის გამოც მიზანმიმართულად დაიწყეს შვეიცარიაში განთავსებული ფინანსური ანგარიშების დანგრევა. მარტივად გადაიბირეს კონკრეტული პირი, კრედიტ სუისში მომუშავე პერსონალური ბანკირი პატრის ლესკუდრონი, რომლის ხელითაც გაძარცვეს ბატონი ივანიშვილის ანგარიშები. წლების შემდეგ კი ეს პიროვნება ტყეში ხეზე ჩამოკიდებული იპოვნეს, ხოლო ფაქტს თვითმკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭეს და საქმეც დაიხურა. სპეცსამსახურებმა საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკური დევნის პროცესში მთლიანად ჩამოანგრიეს შვეიცარიის საბანკო სისტემის პრესტიჟი, ხოლო ერთ დროს მსოფლიოში ნომერ პირველი ბანკი კრედიტ სუისი გაკოტრებამდე მიიყვანეს. შვეიცარიულ ბანკთან სამართლებრივი დავა, როგორც თეიმურაზ ციქვაძე წერს, უკვე 10 წელია გრძელდება, მას შემდეგ რაც ბანკმა უკანონოდ, ასე ვთქვათ, მოახდინა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თქონების ჯერ გაყინვა და მითვისება და შემდეგ გაურკვეველი მიზეზებით, ასე ვთქვათ, არ აბრუნებდა თანხებს, რომელიც მათ კრედიტორს, ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კრედიტორს ჰქონდა. პროცესები, რომლებიც ამ 10 წლის განმავლობაში წარიმართა, საკმაოდ რთული იყო სამართლებრივი თვალსაზრისით, თუმცა რეალურად როგორც ადვოკატი ამბობს, მის მარწმუნებელს ჰქონდა ყველა სამართლებრივი ბერკეტის საქმის წარმატების დასასრულებლად, რაც აჩვენა თუნდაც იმან, რომ ბერმუდასა და სინგაპურში ყველა ინსტანცია მოიგო ბიძინა ივანიშვილმა და ამის შემდეგ უკვე ლონდონი არის უკანასკნელი ინსტანცია, სადაც ეს საქმე საბოლოოდ დასრულდება, თუმცა მიუხედავად ამისა წლების განმავლობაში ეგრეთ წოდებული deep state-ის გავლენებზე საუბრობს ადვოკატი და ამბობს, რომ რამდენჯერმე რაც ასე ვთქვათ, გაჩნდა შანსი, რომ რეალურად სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებულიყო ეგრეთ წოდებული deep state-ის, ანუ როგორც ადვოკატი ამბობს, სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა ყველა შესაძლებლობა გამოიყენეს იმისათვის, რათა ბიძინა ივანიშვილისთვის პირდაპირ ეთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რას გადაწყვეტ სასამართლო და როგორი იქნება სამართლებრივი თვალსაზრისით ამ საქმის დასასრული, მათ ხელშია ყველა ბერკეტი და შესაბამისად თანხა, რომელიც ეკუთვნის მის მარწმუნებელს, მხოლოდ მათივე გადაწყვეტილების შედეგად გახდება დაუბრუნდება კვლავ მას ან მოხდება მისი გაყინვა. ამის დასტურად ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის დროს დაწესებულ სანქციებსაც ასახელებს ადვოკატი, რომელსაც თითქოს და რუსეთისთვის ხელშეწყობის გამო აწესებდა ბაიდენის ადმინისტრაცია, თუმცა ამ დრომდე არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ამ ყველაფერს დაადასტურებდა, არ წარმოუდგენია. რეალურად კი მიზანი ადვოკატის თქმით იყო ბიძინა ივანიშვილისთვის საკუთარ აქტივებზე წვდომის შეზღუდვა და ამ ყველაფერში
ნოემბერში ეგრეთ წოდებულმა Deep State-მა თეიმურაზ ციქვაძის მტკიცებით მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგაც იმუშავა და ფაქტობრივად მათი სამართლებრივი და კანონიერი უფლება შეუზღუდა სრულიად დაუსაბუთებლად. ადვოკატის განმარტებით აღნიშნული საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, შესაბამისად საქმეს შეიძლება მიეცეს დაყაჩაღების კვალიფიკაციაც, რადგან არც ერთი სამართლებრივი ნიუანსი არ არის იმის, ასე ვთქვათ, დამადასტურებლად, რომ რაიმე ფორმით შესაძლოა არ ეკუთვნოდეს თანხები, ან მას შემდეგ, რაც უკვე სასამართლო მოიგო ბიძინა ივანიშვილმა, ამის შემდეგ იყო რაიმე სახის თითქოს და ასე ვთქვათ, სამართლებრივი ჩარჩო, რომ თანხა არ დაბრუნებულიყო კანონიერი მეპატრონის კუთვნილებაში. ჩვენ მიერ წარმოებული სამართლებრივი დავები 10 წელზე მეტი აგრძელდება. უნდა აღინიშნოს, რომ საქმე მისი შინაარსიდან გამომდინარე უპრეცედენტოდ მარტივია. ხელის გულზე დევს მთელი სისტემის მხრიდან ერთი ადამიანის მიზანმიმართული დაყაჩაღების საქმე. ჩვენ მოვახერხეთ და სინგაპურში წარმოებული დავა გამარჯვებით დავასრულეთ. ასევე გავიმარჯვეთ ბერმუდაზე 2 ინსტანციის სასამართლოში და ახლა სწორედ მესამე და უმაღლესი ინსტანცია გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ამ საქმეზე. სასამართლო დავები პარალელურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა დროთა განმავლობაში ახალ მასშტაბებს და აბსურდულობის ახალ მწვერვალებს იპყრობდა. რაც საბოლოოდ დასრულდა იმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა მას საქართველოში რუსული ინტერესების გატარების საბაბით. აშკარად იკვეთება, რომ არაფორმალურ მმართველებს, იგივე Deep States, აშკარად უჭირს სასამართლო სისტემისა და პროცესების გაკონტროლება, მით უმეტეს, როდესაც საქმეში იოტისოდენა კითხვის ნიშნები არ არსებობს. მაგრამ მათ ხელთ აქვს სხვა არაერთი ბერკედი, მათ შორის ჩემ მიერ ხსენებული სანქციები. გარდა იმისა, რომ ამერიკის წინა ადმინისტრაციიდან არავის აუხსნია კონკრეტულად რის გამო დააწესეს სანქცია, რა იყო ის რუსული ინტერესი, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა საქართველოში გაატარა, უსაფუძვლოდ, უმიზეზოდ დაწესებული სანქცია სწორედ იმ თანხაზე მიმართეს, რომლის შესახებ გადაწყვეტილება ლონდონში სწორედ 24 ნოემბერს გამოცხადდება. ეს არის ორიდან ერთ-ერთი მსხვილი აქტივი, რომელიც ბატონ ივანიშვილს უცხოეთში აქვს. სანქციების დაწესებამ იმ თანხაზე, რომელიც ჩემს მარწმუნებელს ჯერ საბოლოოდ სამართლებრივი გზით არ დაუბრუნებია, მარტივი მესიჯი იყო ჩვენთვის. შესაძლოა სასამართლო მოიგოთ, მაგრამ აქტივის დაბრუნების საკითხს მაინც ჩვენ გადავწყვეტ. არის კიდევ ერთი უფრო მეტად ცინიკური და თეთრი ძაფით ნაკერი საქმე. სპეცსამსახურების მიერ კონტროლირება შვეიცარიაში, კერძოდ ბანკ ჯულიუს ბაერში, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები არანაირ კავშირში არ არის ამ თანხებთან. ბანკმა ხულიგნურად გააჩერა როგორც ბატონი ივანიშვილის აქტივი, ასევე თანხაზე წვდომა შეუზღუდა მის მეუღლეს და შვილებს. და თუ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში შვეიცარიის ბანკი სრულიად აბსურდულად, მაგრამ მაინც საბაბად ამერიკულ სანქციებს იყენებს, ვერაფერს და არაფერს ამბობს იმაზე, თუ რატომ აქვს დაყადაღებული მეუღლის და შვილების თანხები. სპეცსამსახურები წინა ადმინისტრაციის ხელით ბატონი ივანიშვილის მეუღლეს და შვილებს რუსული ინტერესების გატარებისთვის ვერ დაასანქცირებდნენ, რადგან ეს Deep State-ისთვისაც კი გადამლაშება იქნებოდა, თუმცა სადაც ფორმალური მიზეზების მოძებნა უჭირთ, უხეშ, ყაჩაღურ მეთოდებზე გადადიან. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ადვოკატების ხელში ყველა სამართლებრივი ბერკეტია, რათა საქმე უკვე მესამე უმაღლეს ინსტანციაშიც მათ სასარგებლოდ დასრულდეს, ადვოკატი ამტკიცებს, რომ რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი მის მარწმუნებელს ამ კუთხით არ აქვს, რადგან საქმეა გვაქვს რეალურად მისი თქმით ეგრეთ წოდებული Deep State-ის გავლენებთან, როგორც ამას ამერიკის მოქმედი პრეზიდენტიც აცხადებს. ადვოკატის განმარტებით, თუ კი ასე ვთქვათ, განსხვავებულად გადაწყდა აღნიშნული საკითხი, მაშინ შესაძლოა ითქვას ისიც, რომ დონალდ ტრამპის ბრძოლა ეგრეთ წოდებული Deep State-ის არაფორმალურ გავლენებთან დადებითად და პოზიტიურად დასრულდა. ზოგადად კი ადვოკატი ამბობს იმასაც, რომ მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს 24 ნოემბერს ლონდონის უმაღლესი საარბიტრაჟო სასამართლო, ბიძინა ივანიშვილს რეალურად არც ჯულიუს ბაერთან და არც კრედიტ სუისთან უკვე მიმოწერაც არ აქვს, რადგან დარწმუნებულია, რომ ის ისჯება მისი პოლიტიკური შეხედულებისა და გადაწყვეტილებებისათვის, რომელმაც ქვეყანა ბევრ გეოპოლიტიკურ, ასე ვთქვათ, რყევას არიდა. ადვოკატი ირწმუნება იმასაც, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, როგორც პოლიტიკურ საქმიანობის მხარდაჭერას და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ბრძოლას, ამავდროულად საქველმოქმედო საქმესაც განაგრძობს.
ასეთია ძალიან მოკლე მიმოხილვა იმ პროცესების, რომელიც წლები აგრძელდება და რომელმაც ჩვენ თვალწინ შექმნა უპრეცედენტო მაგალითი ადამიანის დევნის, ძარცვისა და შანტაჟის, მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები დააყენა ყველაფერზე მაღლა და არ იქცა სპეცსამსახურების, იგივე Deep State-ის მითითებების შემსრულებლად. სხვა მაგალითებს რომ თავი დავანებოთ, ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირდაპირ აღიარებს, რომ წინა ადმინისტრაციამ მთლიანად არაფორმალური გავლენების მქონე პირების განიმართებოდა, ხოლო თავად ხმალამოღებული იბრძვის ამ ძალების წინააღმდეგ. ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაწესებული სანქციებით სწორედ ამ არაფორმალური მმართველების მიერ არის დაწესებული და ამ მხრივ ტრამპის გადაწყვეტილება ჩვენთვის იქნება რეალურად ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, არის თუ არა პრეზიდენტის ბრძოლა Deep State-ის წინააღმდეგ რეალური. რაც შეეხება ოპოზიციისა და მათ მიერ კონტროლირებული მედიის სპეკულაციებს ლონდონში ჩანიშნული ბოლოს სასამართლოს დაყადაღებული თანხებისა და ბრიტანეთიდან მოსალოდნელი თითქოს და დამატებითი სანქციების თაობაზე. გაუგებარია რა უხარიათ ამ გაკოტრებულ ძალებს. ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ რა შედეგითაც უნდა დასრულდეს სასამართლო და სავარაუდოდ ორის კვალდაკვალ მესამე ინსტანციაშიც გავიმარჯვებთ, ამ თანხების დაბრუნება არ მოხდება. აქვე საზოგადოებას დარწმუნებით და სრული პასუხისმგებლობით ვუცხადებთ, რომ ჩვენი მხარისთვის ისიც კი უცნობი იყო, რომ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა 24 ნოემბერს იგეგმებოდა, რაც საჯარო სივრციდან გავიგეთ. აღნიშნულის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ბატონი ივანიშვილი აბსოლუტურად შეგუებულია იმ ფაქტს, რომ არც კრედიტ სუისის საქმესთან დაკავშირებულ და არც ჯულიუს ბაიერში აკუმულირებულ თანხებს აღნიშნულ ბანკთან ბატონი ივანიშვილი მიმოწერასაც კი აღარ აწარმოებს მათი მხრიდან ჩადენილი წინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით. მას და მისი ოჯახის წევრებს არ განაკარგინებენ, ისევ და ისევ პოლიტიკური დევნისა და შანტაჟის გათვალისწინებით. ბატონი ივანიშვილი და მისი ოჯახი ამ თანხების გარეშეც აგრძელებს ერთი მხრივ ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და ეკონომიკური სტაბილურობის დაცვას, მეორე მხრივ კი საქველმოქმედო საქმიანობას. ეგრეთ წოდებულ კრედიტ სუისის საქმესთან დაკავშირებით ლონდონის უმაღლესი საარბიტრაჟო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას 24 ნოემბერს გამოაცხადებს. მადლობა შოთა ფალავანდიშვილმა გაგვაცნო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის წერილის დეტალები. რა წუხებთ ამ დროს ევროპელ მაღალჩინოსნებს ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო იმართება და სადაც მთავარი გამოწვევა უკრაინის საკითხი უნდა იყოს საქართველოსთვის იცლიან. ამჯერად შვედეთი, ლატვია და საფრანგეთი. საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგს გაურბიან, მაგრამ ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებით შეშფოთებულები არიან. ერთ-ერთია ჟან-ნოელ ბარო, ემანუელ მაკრონის პირველი დიპლომატი და იმ პრეზიდენტის წარმომადგენელი, რომლის რეიტინგით საფრანგეთში ისტორიულ მინიმუმზეა. ხელისუფლება, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 11% უჭერს მხარს, საქართველოში აკრიტიკებს იმ პარტიას, რომელსაც არჩევნები დიდი უპირატესობით ერთი თვის წინაც მოგებული აქვს. როგორც წესი, ყველაზე კრიტიკული ბალტიის ქვეყნები არიან, რომლებსაც უკრაინის ომის ფონზე საკუთარი უსაფრთხოების დაცვა სხვა ქვეყნის ხარჯზე ურჩევნიათ. თავად ღვინი და სპირტით ვაჭრობენ რუსეთთან, საქართველოს კი ასანქცირებენ და ლობირებენ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას. რიგის, პარიზის და სტოკჰოლმის დღევანდელ კრიტიკას თბილისმა უკვე უპასუხა. ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ დასკვნები ჯერ ვერ გამოიტანა და განაგრძობს საქართველოში რადიკალიზმის წახალისებას. თბილისს მხოლოდ ერთი რამ სჭირდება ბრიუსელში გაიგონ, რომ საქართველოს თავის ინტერესებს იცავს და ეს არ არის ევროპის წინააღმდეგ სვლა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატები დღეს ბრიუსელში საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს პასუხობდნენ. საფრანგეთის, ლატვიის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მორიგი კრიტიკული განცხადებები გააკეთეს და თქვეს, რომ ხარსი მოქალაქეებს უჭერენ, რომლებიც მათივე შეფასებით დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის იბრძვიან, ხოლო ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილოები არიან. ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. ძალიან სწრაფად დგამენ ნაბიჯებს ევროკავშირში გაწევრიანებიდან. ეს ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ყველა ძალას ვიყენებთ, რომ მხარი დავუჭიროთ მოქალაქეებს, რომლებიც ასევე მუშაობენ დემოკრატიისა და პრესის თავისუფლებისთვის, რასაც მივიჩნევთ, რომ საგანგებო მნიშვნელობისაა საქართველოსთვის. ქართველ ხალხს სურს ევროპულ გზას დაუბრუნდეს. საქართველო კარგად მიდიოდა ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით. იყო მკაფიო ვალდებულებები ამ გზის გასაგრძელებლად. შემდეგ კი არსებულმა მთავრობამ საერთოდ შეცვალა ეს გზა. უკმაყოფილო ვართ ახლა რაც ხდება. არაერთხელ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია. ეროვნულ დონეზე საკმარისად დიდი რაოდენობის მაღალჩინოსანი შევიყვანეთ სანქციებისა და პერსონა ნონ გრატას სიაში, შეკრების თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. რაც შეეხება მათთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას. ამას დიდი ხანია მხარს ვუჭერთ და პოზიცია არ შეგვიცვლია.
ქართული ოცნებისთვის ევროპელი დიპლომატების პოზიცია რადიკალების წახალისება. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ პროტესტში მონაწილეების ირიბი თუ პირდაპირი მხარდაჭერა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე საქართველოსთან დაკავშირებით დაინტერესებული ძალები საკუთარ მიზნებს სისრულეში არ მოიყვანენ. ეს არის ერთგვარი, რო იტყვიან, წახალისება რადიკალების, რომ ნუ გეშინიათ. კი გვაქვს ჩვენ კრიზისი, მაგრამ იმდენი ძალა გვაქვს, რომ თქვენ ასე ვთქვათ, ხარი დაგიჭიროთ, ფული მოგაწოდოთ, რომ რამენაირად იქნება ამ ქვეყანაში კატასტროფა მოახდინოთ. ესეთი განცხადებები მუდმივად იქნება, სანამ ეს გეოპოლიტიკური დაძაბულობა სოფლიოში ესეთი მძაფრი არის. ის რომ საქართველოს ამ შემთხვევაში სხვა მიზნისთვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული, ეს არის ნათელი. პროტესტის რადიკალური ფრთის მხარდაჭერად აღიქვამენ მართლ პარტიაში ფრანგი დიპლომატის პოზიციასაც. ჟან ნოელ ბაროს გზავნილი კოლეგების მსგავსად ერთია. ისიც როგორც საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აფასებს იმ თავდადებას, რომელსაც მისივე შეფასებით ბოლო პერიოდში ქართველი ხალხი იჩენს. ქართული ოცნება კრიტიკოსებს ურჩევს საკუთარ სახელმწიფოში არსებულ პრობლემებზე კონცენტრირდნენ. ჩვენი გზავნილია ქართველი ხალხისთვის, რომ ვაფასებთ მათ თავდადებას თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი. რაც შეეხება ხელისუფლებას, ჩვენ გვქონდა და ასევე მეც მქონდა რამდენიმე შესაძლებლობა, რომ ჩვენი აზრები პირადად გამოგვეხატა მათთან, ვისაც ეს ეხება. ჩვენი აზრით ეს არის პოლიტიკური შეცდომა. ჯობია საკუთარი მოსახლეობაზე იზრუნონ უკეთ. საფრანგეთის პრეზიდენტის რეიტინგი არის ისტორიულ უფსკრულზე ჩამოსული, ისტორიულად დაბალ ნიშნულზე. ეს რა მე მგონი ბევრისთვის უნდა იყოს მაჩვენებელი, რომ რაღაცას საფრანგეთის ხელისუფლება, სუბუქად ვამბობ, არაკეთებს სწორად. მოსახლეობას წარმოადგენს არჩეული ხელისუფლება და თუ კი რაიმე აქვს სალაპარაკო, უნდა ესაუბრონ საქართველოს ხელისუფლებას. უცხოელი დიპლომატების კრიტიკა ოპოზიციისთვის მისაღებიცაა და გასაზიარებელიც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პირველივე მიჯნებით 4 ოქტომბრის პროვოკაციას, მე სხვა რამის თქმა მინდა, ამ პროვოკაციის გამო და ოპოზიციის გარკვეულ სეგმენტში, ასე ვთქვათ, დანერგილი ზოგადად რადიკალური მიდრეკილებების გამო, ჩვენ ეს არ უნდა გავავრცელოთ იმ 10,000-ობით მშვიდობიან მოქალაქეზე, რომელიც მათ შორის მშვიდობიანი ფორმებით აპროტესტებს ოცნების რეჟიმის დანაშაულებს. შესანიშნავი განცხადება. ცივილიზებული მსოფლიო დგას ცხადია ქართული ხალხის დემოკრატიული მშვიდობიანი ბრძოლის გვერდით და ეს მხარდაჭერა არ მცირდება, არ ნელდება, პირიქით, მხოლოდ იზრდება. აქეთ არის მშვიდობიანი, ხანგრძლივი დემოკრატიული პროტესტი. ქვეყნის შიგნით ოპონენტებისთვის, ისევე როგორც უცხოელი პოლიტიკოსებისთვის, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების გზავნილი უცვლელია. ისინი ყველა შეახსენებენ, რომ დემოკრატიის დამცველი ვერ იქნები თუ ქვეყნის სუვერენიტეტს არ იცავ. ეს ემსახურება იმას, რომ საქართველოში მათი აზრით როგორმე აწიონ პროტესტის მუხტი, მათ შორის რუსთაველზე ან ნებისმიერ ადგილზე საქართველოში. ეძებენ შავხრელებს, იქნებ როგორმე შავი ფული გადმორიცხონ საქართველოში. თვითონ აღიარეს ეს. უნდა იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, რა წესით ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს. სახელისუფლებო გუნდი მოუწოდებს ყველას, რომ საქართველო მყარი და სანდო პარტნიორია და საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა არავის მხრიდან უნდა იყოს აღქმული როგორც მოწინააღმდეგის პოზიცია. არაბების ჩამოსახლების შემდეგ მეჩეთების აშენება მორიგი იაფასიანი კამპანია ლელოსგან, რომელიც უკვე ჭორების გავრცელებაზე გადავიდა. ბიზნესმენების მიერ დაფუძნებული პარტია საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების გამო ცდილობს არა მხოლოდ ხელი შეუშალოს უპრეცედენტო სიდიდის ინვესტიციის შემოსვლას, არამედ თავისი ქსენოფობიური განცხადებებით ქვეყნის იმიჯსაც აზიანებს. ეს ხდება ქვეყანაში, რომელიც საუკუნეები ამაყობს ტოლერანტობით და სადაც არასდროს ყოფილა რელიგიური ან ეროვნული ნიშნით დევნა. ლელო და ალტინფო ერთ როლში, ვინც ანაკლიის სპორტში ვერც ერთი ინვესტორი ვერ მოიზიდა საკუთარ ქვეყანას უჩიულა, მაგრამ ყველა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოდან წაგებული გამოვიდა. ახლა სხვა უდიდესი პროექტის ინვესტორების წინააღმდეგ გამოდის და თავის ცრუ კამპანიას სოციალურ ქსელებში აფინანსებს. არაბების ჩამოსახლების სპეკულაციამ არ გაჭრა და ახლა დაიწყეს, რომ იგლ ჰილსი თანამედროვე ურბანულ დასახლებებში, სადაც $6.5 მილიარდ დებს, საკუთარი სამლოცველოების, ანუ მეჩეთების აშენება უნდა. რა თქმა უნდა, ეს იქნება საუდის არაბეთის მოქალაქეებზე მორგებული. ხაზარაძე ჯაფარიძის პოლიტიკური გუნდი უკვე რამდენიმე კვირაა უპრეცედენტო მასშტაბის პროექტს ყველა პლატფორმაზე ებრძვის. პოლიტიკოსები მშენებლობის წინააღმდეგ მთავარ არგუმენტად საერთაშორისო სტანდარტით გაფორმებულ კომერციული საიდუმლოს შემცველ ხელშეკრულებაზე აპელირებენ. იმ ფონზე, როდესაც მათ ლიდერებს ანაკლიის სპორტთან ზუსტად იდენტური ხელშეკრულება აკავშირებდათ. ლელოს გენერალურმა მდივანმა ღამის კურიერში იგლ ჰილსის მრავალმილიარდიანი ინვესტიციის წინააღმდეგ არგუმენტად ამჯერად სავარაუდოდ მეჩეთების მშენებლობა დაასახელა. არ შეიძლება მსგავსი რისკების გაწევა ეროვნული უსაფრთხოების რეალურ
საფრთხეს წარმოადგენს. აქ ინვესტიციაზე არ არის საუბარი. ამ ხელშეკრულებაში რა წერია, იცით საერთოდ? მაგალითად, მე სასულიერო პირის შემხვდა ერთ-ერთი, რომელმაც მითხრა, რომ მე რა ინფორმაციაც მაქვს, მაგალითად მეჩეთების მშენებლობა იგეგმება ორივე ლოკაციაზე და იმიტომ არის გასაიდუმლოებული ეს ხელშეკრულება. არავით არის მეჩეთების აშენება. ოპოზიციონერ პოლიტიკოს გუშინვე უპასუხა სხვა ეთერიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ კუპრაძის განცხადება დეზინფორმაციაა, რომელიც მიზნად ქართული ეკონომიკის დაზიანებას ისახავს. პრემიერის თქმით, არანაირი მეჩეთის მშენებლობა არ იგეგმება. დღეს გამოვიდა ამ იგივე პარტიის წარმომადგენელი მერობის კანდიდატი კუპრაძე ბოდიში და აცხადებს ეს რაღაცას, რომ ვიღაცა მითხრა, რომ მეჩეთების აშენება არის დაგეგმილი ხელშეკრულების თანახმად ამ ტერიტორიაზე და მაგითო გვიმალავენ. ეს არის მათი მორალი. თუ შეიძლება იცოდე, რომ არაფერი სასპეკულაციო არ არის, მაგრამ თუ გადგება პოლიტიკურად, მაინც უნდა ისპეკულირო, მაშინაც კი, როდესაც ეს საქართველოს ინტერესებს აზიანებს. პრემიერ-მინისტრის არაერთი განმარტების მიუხედავად, ლელოს წევრები დღესაც ამტკიცებდნენ, რომ მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტის ადგილზე მუსულმანური რელიგიური სალოცავების მშენებლობა იგეგმება. ლელოს მსგავსად მრავალმილიარდიან ინვესტიციას ეწინააღმდეგებიან ნაციონალურ მოძრაობაშიც. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შესაძლოა ასაიდუმლოებდნენ ამ კონსტრუქციას, ამ პროექტს არის სწორედ ის, რომ მათ აქვთ ვალდებულება აღებული მათ შორის აშენდეს მეჩეთები. სწორედ იმისთვის არ იყოს არავითარი კითხვები და ეჭვები, ამიტომ მოვითხოვთ უკვე თვეზე მეტია, რომ გასაჯაროვდეს კონტრაქტი. როცა ვსაუბრობ ჩვენ არაბულ ინვესტიციაზე, ძირითადად რა თქმა უნდა პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში არის ძალიან კატასტროფული დემოგრაფიული სიტუაცია. ამ დემოგრაფიული სიტუაციის ფონზე კიდევ მსგავსი ასეთი პროექტი, რომელიც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, არის საზოგადოების დიდი ნაწილისთვის აღმაშფოთებელი. ლელოს ქსენოფობიასა და რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობაში ადანაშაულებენ ქართულ ოცნებაში. სახელმწიფო გუნდში განმარტავენ, რომ გონიოსა და თბილისში პროექტის განხორციელება 4 სეზონზე გათვლილ ურბანულ სივრცეებს გააჩენს. შეიქმნება 8000 მუდმივი სამუშაო ადგილი. ქართული ეკონომიკა კი გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარების ახალ სტიმულს შეიძენს. ხედავთ თქვენ როგორ მიზანმიმართული შეტევა მიდის აღნიშნულ ინვესტიციაზე. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ეს ადამიანები არიან უსამშობლოები. კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ წარმოადგენენ აგენტურულ ქსელს და ნამდვილად არ სიამოვნებთ ქვეყნის განვითარება, არ სიამოვნებთ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა. აი როგორ უნდა იკადროს ადამიანმა ამ ტიპის სიცრუის გავრცელება. იყენებენ ადამიანებს მათ ემოციებს. რა თქმა უნდა, პასუხიც კი იმდენად ღიმილის მომგვრელია, რა თქმა უნდა, არანაირი რაღაცა მეჩეთი და რაიმე ქალაქების აშენება ბუნებრივი არაფერი ამდაგვარი არ იგეგმება. ერთადერთი რაც იგეგმება ამ ადგილზე ეს არის კომერციული სივრცეები, სასტუმროები, სახლები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების მიერ იქნება აშენებული, ქართული კომპანიების მიერ იქნება აშენებული. იგლ ჰილსთან 6.6 მილიარდიანი საინვესტიციო ხელშეკრულება 2025 წელს გაფორმდა. არაბული კომპანია, რომელიც დეველოპერულ პროექტებს მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს, საცხოვრებელი კომპლექსების, კომერციული ფართების, სასტუმროებისა და რეკრეაციული ზონების მშენებლობას გონიოსა და თბილისში გეგმავს, სადაც 24000 ადამიანი უნდა დასაქმდეს. საქართველოს ბიუჯეტმა კი ყოველწლიურად 700 მილიონი ლარი უნდა მიიღოს. საარჩევნო კოდექსის კიდევ ერთი საკომიტეტო განხილვა ცვლილებებს ამჯერად მხარი რეგიონული პოლიტიკის კომიტეტმა დაუჭირა. კანონის ის ჩანაწერი, სადაც საუბარია, რომ ემიგრანტები ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე შეძლებენ, კომიტეტზე მხოლოდ გახარიას პარტიამ გააპროტესტა. ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ უბნების დახურვა არ მოსწონს არც ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც შეეძლო, რომ ოპონირება ოცნებისთვის გახარიას მსგავსად პარლამენტში გაეწია, თუმცა საკუთარი ამომრჩევლის ხმა მათ შორის საზღვარგარეთ მიღებული არ გამოიყენა. რაც შეეხება მმართველ ძალას, ოცნება დარწმუნებულია, რომ საარჩევნო ცვლილებით ის ქართულ არჩევნებს უცხო გავლენისა და ჩარევების განიცავს. ვინ არის მომხრე, კანონპროექტის ამ რედაქციას პირველი მოსმენით დაუჭიროთ ხარი. საარჩევნო კოდექსის ახალმა რედაქციამ პირველი მოსმენით რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მხარდაჭერა უკვე მოიპოვა. ცვლილებათა პაკეტი დეპუტატებს დავით მათიკაშვილმა გააცნო. დაისვა შეკითხვებიც. ოპოზიციამ ყურადღება ემიგრანტების ხმის მიცემის პროცედურებზე გაამახვილა. მმართველმა გუნდმა კი ოპონენტებსა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებით არჩევნებში მონაწილეობის უფლება არავის ეზღუდება.
იქნება. საქართველოს მოქალაქეს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, მეუბნებით, რომ გინდათ მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ ლინიებად და ჩამობრძანით საქართველოს. ეს არის პირდაპირ მიმართული იმისკენ, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს. წუხარ, მაგრამ თქვენც ტყუილის პროპაგანდას ახდენთ, ბატონ შალვა, მაშინ როდესაც ამბობთ, რომ ჩვენს არარეზიდენტ მოქალაქეებს ერთმევა არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება. დღევანდელ მოცემულობაში არის დიდი რისკი საარჩევნო პროცესში გარე და უხეში ჩარევების. არჩევნებში გარე ჩარევების პრევენციის პარალელურად მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ცვლილებები, რომელიც ხმის მისაცემად ემიგრანტების საქართველოში ჩამოსვლას გულისხმობს, ხელს სამშობლოში მათ საბოლოოდ დაბრუნებასაც შეუწყობს. დარწმუნებულიც ვარ და ძალიან დიდი იმედსაც გამოვთქვამ, რომ ბევრი ემიგრანტი დაუბრუნდება თავის სამშობლოს, იმიტომ აქ უკეთესი პირობები ექნება, მათ შორის სოციალური, ეკონომიკური მიმართულებით. მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული არაერთი განმარტების მიუხედავად ოპოზიცია ერთხმად ამტკიცებს, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში ხმის მიცემას უკრძალავს. რა თქმა უნდა, გამონაკლისი შემთხვევები არსებობს და მანდ-ამაინც გამონაკლისი შემთხვევებზე რატო აკეთებენ პარალელს ვერ ხვდები, როდესაც 13% აქვს ემიგრანტებს ქართულ ეკონომიკაში და პოლიტიკაში მოძრაობის უფლებას აღარ უაძლევთ, ეს არის ამორალური. ხელისუფლება სურს, რომ შეზღუდოს პოლიტიკური უფლებები, შეზღუდოს პოლიტიკური სივრცე. ხმა წაართვას მილიონ ქართველს. დედაქალაქის მერი განმარტავს, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მიზანი გარე ჩარევებისგან, დეზინფორმაციისა და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებისგან მოქალაქეების დაცვაა. მიმდინარეობს მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რა თქმა უნდა, ყველა საქართველოს მოქალაქეს ექნება ხმის მიცემის შესაძლებლობა, მაგრამ ექნებათ საქართველოში. თუნდაც ჩვენს ქვეყანაში ხდება გარე ჩარევები, ძალიან მძიმეა და სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები საუბრობდა არჩევნებში გარე ჩარევებზე და უდიდეს პრობლემაზე. ამიტომ ჩვენ რო დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, დავიცვათ საქართველოს ინტერესები, ხო, მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილების მიღება. მოქმედი საარჩევნო კოდექსი 2011 წელს არის მიღებული ახალი მოდელი, რომელსაც პარლამენტი წლის ბოლომდე დაამტკიცებს, საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იქნება. საქართველოში ახალი შეზღუდვები წესდება თავდაცვით და ხმოვანი იარაღზეც კანონის გამკაცრება ეხება შეძენასაც და შემოტანასაც. წიწაკის სპრეი, ელექტროშოკი, გაზის აეროზოლური მოწყობილობა და აკუსტიკური საზოგადოებაში ეგრეთ წოდებული სტარტ-ოკი ცნობილი იარაღი. მალე ეს ყველაფერი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მკაცრ რეგულაციებს დაექვემდებარება. ძირითადად ეს შემოტანის ნებართვას ეხება ახალი ჩანაწერის თანახმად მოქალაქის მიერ. ხმოვანი იარაღის შეძენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობითი თანხმობის საფუძველზე. წიწაკის სპრეის ყიდვა მხოლოდ 18 წელზე მოთასაკის პირებს შეეძლებათ, ელექტროშოკური მოწყობილობა კი სამოქალაქო ბრუნვაში საერთოდ აიკრძალება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი დღეს საკომიტეტო მოსმენაზე განიხილეს. ცვლილებების მიხედვით იზღუდება ელექტროშოკური მოწყობილობების დამზადება, შეძენა, შენახვა ან გაყიდვა. შესაბამის ლიცენზირებას დაექვემდებარება გაზის აეროზოლური ან ხმოვანი, იგივე აკუსტიკური იარაღის დამზადება, შენახვა, ტრანზიტი და ამ იარაღით ვაჭრობა. ევროპული პრაქტიკის გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიზღუდება სამოქალაქო ბრუნვაში, ანუ ჩვეულებრივ მოქალაქეს აღარ ექნება საშუალება, რომ ელექტროშოკური მოწყობილობა შეიზღუდოს, ხოლო იმ ადმინისტრაციულ ორგანოებს და უწყებებს, ვისაც ჭირდებათ მათ საქმიანობიდან გამომდინარე, ბუნებრივია მათ შესაბამისი ნებართვის საფუძველზე ექნებათ შეძენის საშუალება. შემოდივართ რეგულაციებით, რომ 18 წელს ქვემოთ ბავშვებს არ ქონდეთ საშუალება, რომ შეიძინონ გაზის აეროზოლური მოწყობილობა, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც სხვისი, ასევე საკუთარი თავის დაზიანების მაღალი რისკი არსებობს, ხოლო რაც შეეხება სხვა პირებს, ვისაც სურს თავდაცვის მიზნებისთვის რომ გამოიყენოს, მათ მოუწევთ, რომ აიღონ ნებართვა. რაც შეეხება აკუსტიკურ მოწყობილობას, ეს არის ფუჭი ვაზნების სასრულად გათვალისწინებული იარაღი, რომელსაც გარდა თეატრალურ წარმოდგენაში, კინოგადაღებაში და სპორტულ ღონისძიებაში რაღაცა ხმოვანი ეფექტის გამოცემისა და იარაღის იმიტაციის შექმნისა სხვა მეტი დანიშნულება კანონმდებლობით არ გააჩნია. ძალოვანი უწყების მიერ წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ოპოზიციის თქმით მოქალაქეების უფლებებს შეზღუდავს. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ცვლილებები საზოგადოების ინტერესებზე მორგებული არ არის. ნებისმიერ საკანონმდებლო ინიციატივა უნდა იყოს განჭვრეტადი და ემსახურებოდეს საზოგადოებრივ სიკეთეს და მე ამ კანონპროექტში სიმართლე რომ გითხრათ ეს ვერ ამოვიკითხე. ყველა საკანონმდებლო აქტი, რომელიც დღეს ოცნება შემოაქვს, ემსახურება ერთადერთ მიზანს, რაც შეიძლება დაამძიმოს ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა. ვერ გამონახეს პრობლემა ქვეყანაში, ახლა გამონახეს ახალი კრიტიკული მიმართულება, რომ ადამიანს თავდაცვა არ შეძლოს წიწაკის სპრეის გამოყენებითაც კი.
საპარლამენტო უმრავლესობის მოლოდინი კი სხვაგვარია. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ინიცირებული ცვლილებები საზოგადოებაში უსაფრთხოების დონეს გაზრდის. ქართული ოცნება აქცენტს იმ შესაძლო რისკებზე აკეთებს, რომელიც შემზღუდავი მექანიზმის გარეშე არსებობს. არის გარკვეული საშუალებები, რომელიც შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი. მიზანი არის მარტივი, რომ და გასაგები ყველასთვის, რომ მოწესრიგდეს გარკვეული წესები, ხო, იმიტომ რომ ჩვენ ხედავდით, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს იარაღები შესაძლებელია ყოფილიყო რაღაც არასწორი მიზნით გამოყენებული და უბრალოდ აი ასეთი საკითხების დარეგულირებას და მოწესრიგებას იხსახავს ეს კანონმდებლობა მიზნად. აღნიშნული საშუალებების შეძენა იქნება შესაძლებელი მხოლოდ კონკრეტული ნებართვის საფუძველზე. ინფორმაცია და დამუშავების საფუძველზე მიიღებს შესაბამისი უწყება გადაწყვეტილებას, შეიძინოს თუ არა კონკრეტულმა მოქალაქემ ციტაკის სპრეი. თუ ადამიანი მაგალითად არის მიდრეკილი დანაშაულისკენ, სამართლებია მრავალჯერ დანაშაული, შესაბამისად მის მიმართ შეიძლება ძნელად იქნეს მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება, მაგრამ სხვა ადამიანის მიმართ ადვილად. იარაღის შესახებ კანონში ცვლილებათა პაკეტის განხილვა საკომიტეტო ფორმატში გრძელდება. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ საკითხი კენჭისყრისთვის პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს. გაცრდება კანონი არასრულწლოვნების მიმართაც კანონის წინაშე პასუხს აგებენ, თუმცა ციხეში არ მოხვდებიან. ძარცვა, ყაჩაღობა და ქურდობა ეს ყველაზე გახშირებული დანაშაულია არასრულწლოვნების მხრიდან. დღემდე მათი დაკავება შეუძლებელი იყო, ახლა კი ისინი მხარდამჭერ სახლებში მოხვდებიან. მოდელი გერმანულია, იზოლირებამდე მოზარდის საქმეს მულტიფუნქციური ჯგუფი განიხილავს და გადაწყვეტს არის თუ არა მიზანშეწონილი 14 წლამდე პირის მხარდამჭერ სახლში გადაყვანა. გარდა ამისა, ციხისგან განსხვავებით ოჯახის წევრებს შეუზღუდავად შეეძლება არასრულწლოვნების მონახულება. ასე გამოიყურება არასრულწლოვანთა მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის სახლი გერმანიაში, ადგილი, სადაც კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდები ზოგადი განათლების გარდა სხვადასხვა პროფესიასაც ეუფლებიან. ახალი კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში ასეთი დაწესებულებები საქართველოშიც გაჩნდება. მხარდაჭერის სახლებში კი სასამართლოს გადაწყვეტილებით ის არასრულწლოვნები მოხვდებიან, რომლებმაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება 10-დან 14 წლამდე ასაკში ჩაიდინეს. გერმანული მოდელის ზუსტ ანალოგზე ღამის კურიერის ეთერში კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ისაუბრა. როდესაც 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვანი ბავშვი ჩაიდენს ისეთ ქმედებას, რომელიც არის თავისი შინაარსით დანაშაული, მულტიფუნქციური ჯგუფი იმსჯელებს, სადაც პირდაპირ არიან ჩართულები ექსპერტებიც, ბავშვთა ფსიქოლოგებიც, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებიც, რომლებიც იმსჯელებენ, რომ არის თუ არა მიზანშეწონილი კონკრეტული ბავშვის ზრუნვისათვის, რეფერირებისათვის მოხდეს კონკრეტულ დაწესებულებაში გადაყვანა, რომელიც სრულად იქნება პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე აღჭურვილი. მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენ არ დაუშვათ, რომ გარკვეულმა პირებმა ზემოქმედება მოახდინონ არასრულწლოვნებზე, ბავშვებზე, გამოიყენონ ისინი დანაშაულის ჩადენის მიზნით. არასრულწლოვანთა მიმართ ახალი მექანიზმის შემუშავების აუცილებლობაზე საუბრობს ოპოზიციაც. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ახალი კანონით დაცული უნდა იყოს არასრულწლოვანთა უფლებები და საუკეთესო ინტერესები. პრობლემა რეალურად არსებობს არასრულწლოვანებთან დაკავშირებით. მონაწილეობას მივიღებთ, რომ ეს კანონი იყოს ისეთი, რომ არასრულწლოვნების უფლებები არ დაირღვეს და სრულყოფილად იყოს მათი უფლებები გათვალისწინებული. პრობლემა არის და ეს პრობლემა გადასაჭრელია ისეთი გზით, რომ მათ შორის არ მოხდეს უფლებების შელახვა არასრულწლოვნების. კანონპროექტის მიხედვით, რომელიც გერმანული მოდელის ზუსტი ანალოგია დაკომპლექტება მულტიდისციპლინარული ჯგუფიც, რომელიც არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრავს პროგრამებს და ამ პროგრამებში მათი ჩართვის საჭიროებას. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მიზანი არა დასჯა, არამედ იმ არასრულწლოვნებზე ზრუნვა, რომლებსაც ზრდასრულები ხშირად კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის იყენებენ. სახელმწიფო გუგლილი ვერ იქნება, რა თქმა უნდა, ლაპარაკი იმაზე, რომ ეს ამ ასაკმა დაიჭიროს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უფრო ადრეულ ასაკში დადგეს, არ იქნება. ეს წარმოუდგენელია და ამას არავინ არ გააკეთებს. მაგრამ რაღაცა სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც შეიძლება ამ ბავშვებთან სერიოზული მუშაობა გამართონ სპეციალისტებმა, რომლებიც ჩამოაშორებენ ამ კრიმინალურ სამყაროს,
ამ ადამიანებს ეს აუცილებლად გასაკეთებელი იყო და გადაიდგა ეს ნაბიჯი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის არა კონკრეტულად დანაშაული, არამედ გამოსავალი და ვფიქრობთ, რომ გამოსავალი არის სწორედ იმაში, რომ ჩვენ კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნების მიმართ შევიმუშაოთ მულტიდისციპლინარულად, ინდივიდუალური საჭიროებებით, განათლებაზე ორიენტირებული პროგრამები, სოციალური სერვისები და საბოლოო ჯამში, როდესაც ისინი სრულწლოვნები გახდებიან, სწორედ განათლება იყოს მათი არჩევანი და არა კრიმინალური საქმიანობა. ქურდობა, ძარცვა, თავდასხმა არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა მზარდი. მათზე რეაგირების მექანიზმი კი ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით მცირეა. იქამდე ვიდრე გერმანული მოდელის ქართულ რეალობაზე მორგება გადაწყდებოდა, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები გერმანიაში იმყოფებოდნენ და სპეციალისტების გამოცდილება გაიზიარეს. ეს არის უკიდურესი ღონისძიება, როდესაც სახელმწიფო თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ ბავშვის აღზრდაში, მის რეაბილიტაციაში ჩაერთოს ინტენსიურად, როგორც ესე თქვა ჩვენ დაგვარწმუნეს გერმანელმა სპეციალისტებმა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოდელი მსგავსი ტიპის ესე თქვა შემთხვევებისთვის. ევროპის არაერთი ქვეყანაა, სადაც ამ ასაკის და უფრო დაბალი ასაკის ახალგაზრდებშიც მსგავსი პასუხისმგებლობის კომპონენტი არის დადგენილი, თუმცა ეს არის უკიდურესი ფორმა და გამოიყენება ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში, გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, ის პირველ რიგში ასრულებს პრევენციულ ხასიათს. კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ კანონპროექტი უკვე ინიცირებულია. 19 გვერდიანი დოკუმენტის საკომიტეტო განხილვა ხვალიდან დაიწყება. 261 აბის სუბოტექსი, 36 აბის ნატეხი MDMA, ამფეტამინი, ფსილოცინის შემცველი სოკო, ლირიკა, მარიხუანა, 22 შეკვრა კოკაინი და ჰეროინი. ნარკოდანაშაულის აღსაკვეთად ჩატარებული კიდევ ერთი სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც 5 პირია დაკავებული. ხელბორკილები დაადეს თურქეთის მოქალაქე იბრაჰიმ ილმასაც, რომელიც სარეალიზაციოდ გამზადებულ კოკაინს, ლირიკას და მარიხუანას თბილისში მდებარე ფეშენებლური სასტუმროს ნომერში ინახავდა. კიდევ ერთი ბრალდებული კი სამართალდამცავებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც ის სუბოტექს კლიენტისთვის დენის მრიცხველის ხუთში დებდა. მრიცხველის სათავსო გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკის ერთ-ერთი სამალავია, ეგრეთ წოდებული ფაქტის აღება მომხმარებელმა ვერ მოასწრო. პოლიციამ დამდებით ხელკვალზე დააკავა და ნივთმტკიცებად სუბუტექსი ამოიღო. ბოლო 24 საათში პოლიციამ სუბოტექსის 261 აბი, 36 აბი ნატეხი MDMA, ამფეტამინი, ფსილიცინის შემცველი სოკო, ლირიკა, გამომშრალი მარიხუანა, 22 შეკვრა კოკაინი და ჰეროინი ამოიღო. ნარკოდანაშაულისთვის კი 5 პირი დააკავა, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. დაკავებული ხართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლი. კურიერმა ერთ-ერთი სვინაობა გაარკვია, ის 45 წლის თურქეთის მოქალაქეა. მის დასაკავებლად სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე სასტუმრო ბილტმორთან მობილიზდნენ. იბრაჰიმ ილმას ხელბორკილების სასტუმროს ნომერშივე დაადეს. სტუმარი რომ არ ყოფილიყო, ალბათ შეიძლებოდა როგორც მოქალაქეს ისე გაგვეცა პასუხი. პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით სასტუმროს ადმინისტრაცია დაკავების დეტალებზე საუბარს თავს არიდებს. კურიერისთვის ცნობილი გახდა, რომ თურქეთის მოქალაქის საცხოვრებელი ოთახიდან პოლიციამ 22 შეკვრა კოკაინი, ლირიკა და მარიხუანა ამოიღო. ჰეროინი, ფსილეცინის შემცველი სოკო და მარიხუანა ამოიღეს სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქის სახლის ჩხრეკისა. საპოლიციო ღონისძიება ნავთლუხის ქუჩაზე ჩატარდა. დაკავებულია 40 წლის მამაკაცი. ცნობილია, რომ 5 დაკავებულიდან ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს. ჩემი დაცვის ქვეშ ყოფია თურქეთის მოქალაქე, მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, კოკაინის შეძენა და შენახვა. ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი ამ ეტაპზე იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას და სხვა დეტალებზე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ. 5 პირს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით დაკავებულები ეგრეთ წოდებული დადების მეთოდით მოქმედებდნენ. ნარკოტიკის სამალავები ბრალდებულებმა სამართალდამცველებს თავად უჩვენეს. ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება, კოკაინს, ალფა-პვპ-ს, MDMA-ს, გამომშრალ მარიხუანას, ფსილიცინის შემცველ სოკოს, ფუპ AMB-სა და ბუპრენორფინს. გატარებული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ორმა ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ლოკაციაზე
ინფორმაციაზე განათავსეს ნარკოტიკული ნივთიერებები, რაც საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში სამართალდამცავებმა ამოიღეს. სამართალდამცველებმა ბოლო დღეებში ნარკოტიკის გაყიდვის, რეალიზაციის, ხელშეწყობის და საქართველოში შემოტანის მცდელობის არაერთი ფაქტი აღკვეთეს. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები. ჩატარებულ საპოლიციო ღონისძიებებზე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმაც გაამახვილა ყურადღება. განსაკუთრებით გაძლიერდა ნარკოდანაშაულთა ბრძოლა, ეს რა თქმა უნდა სოფლიოს გამოწვევად რჩება ნარკოდანაშაული და ამ მხრივ არც საქართველოს არის გამონაკლისი და მიმართულებით სახელმწიფოს მიერ როგორც საზოგადოებას დავპირდით, იქნა ძალიან ქმედითი ნაბიჯები გადადგმული როგორც საკანონმდებლო, ისე საპოლიციო ღონისძიებების თვალსაზრისით. და გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმები და წამოწყებული ეს არ გაჩერდება, ეს გაგრძელდება ეს პროცესები. ნარკოდანაშაული 20 წლამდე ან უბადო პატიმრობას ითვალისწინებს. პროფესია პოლიციელი შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამართალდამცველებისადმი ნდობის გასაზრდელად ახალი კამპანია დაიწყო. ძალოვანი უწყება სკოლის მოსწავლეებისთვის სპეციალურ ტრეინინგებს ჩაატარებს, რათა მოზარდებმა უკეთ გაიგონ პოლიციელის მუშაობის სპეციფიკა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 4000-მდე მოსწავლე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს ეწევა. ადგილზე გაეცნობა ინფრასტრუქტურას და ექნება შესაძლებლობა, რომ სიმულაციურ აქტივობებში ჩაერთოს. პროგრამა პროფესია პოლიციელი ხვალ დაიწყება. ესეთი არის ტრეკერი, რომელსაც აქტიურად ვიყენებთ ძებნაშველის დროს. დღეს მსმენელები სამომავლოდ შესაძლოა იმ პროფესიის გამგრძელებლები აღმოჩნდნენ, რომელიც სიმამაცეს, სიმტკიცეს, საჭიროების შემთხვევაში კი თავგანწირვასაც მოითხოვს. ეს პროფესია პოლიციელია. სამსახური, რომელსაც განსაკუთრებული უნარები სჭირდება. სამახსოვრად გაგატანთ თქვენი თითის ანაბეჭდს. სწორედ ამ პროფესიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მივიდნენ ახალგაზრდების შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში. ძალოვანმა უწყებამ ახალი კამპანია პროფესია პოლიციელი დაიწყო. მიზანი ახალგაზრდა თაობასა და სამართალდამცავ უწყებას შორის ნდობის გამტკიცება. თითის ანაბეჭდის მომეწონა ყველაზე მეტად, რადგან ძალიან სახალისო იყო, კარგად გავერთე. ბევრი სხვადასხვა აქტივობები არის, მაგალითად ცოცვა კედელზე და ასე შემდეგ. ყველაზე მეტად მანქანები მომეწონა ის გამოცდილებასთან დაკავშირებული საკითხები. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმათთვის, ვინც ფიქრობს საომავლოდ ამ პროფესიის არჩევას და საერთო ჯამში ძალიან საინტერესო და მხიარული დღე იყო ეს ჩემთვის. პროექტის პრეზენტაცია ღია სივრცეში შედგა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა დანაყოფის კუთვნილი ტექნიკა და ინფრასტრუქტურა გამოიტანა. მოზარდები ადგილზე გაეცნენ ძალოვანი უწყების მუშაობის სპეციფიკას. მათი განსაკუთრებული ინტერესის სიმულაციურმა აქტივობებმა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის სტენდმა გამოიწვია. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი დანაყოფები უმასპინძლებენ მოზარდებს და ადგილზე გავაცნობთ ჩვენი სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობას, სპეციფიკას, გავაცნობთ ასევე იმ აღჭურვილობას, იმ შესაძლებლობებს, თუ რა გაგვაჩნია და რითი ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას. პროფესია პოლიციელი კამპანია ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან პროექტის საშუალებას მისცემს სკოლის მოსწავლეებს გააცნობიერონ მომავალში რა პროფესია აირჩიონ. პრეზენტაცია ახალგაზრდებს შინაგან საქმეთა მინისტრმა წარუდგინა. გეგა გელაძის თქმით, პროექტის მიზანი უმცროსი ასაკის წარმომადგენლებში პროფესიის პოპულარიზაციაა. ძალოვანი უწყება განათლების სამინისტროსთან ერთად პროექტს საჯარო სკოლებში განახორციელებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი პროფესია პოლიციელი, რომელიც ემსახურება მთავარ მიზანს ახალგაზრდებმა გაიგონ მეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ. მათ შესაძლებლობა იქნებათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებში ადგილზე გაიცნონ მათ მიღწევებს, მათ შედეგებს, მათ წარმატებას, ყოველდღიურ საქმიანობას. პროექტი, რომელიც დღეიდან უკვე განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელდება და დაიწყება, ემსახურება სხვადასხვა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეების ვიზიტების ორგანიზებას საპოლიციო დანაყოფებში, იმისთვის რომ ახალგაზრდებს გქონდეთ უფრო მეტი წარმოდგენა თუ რა ტექნიკური საშუალებებით ხდება პოლიციის საქმიანობის განხორციელება.
კამპანიის პრეზენტაცია ღია სივრციდან შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გაგრძელდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა დისკუსიის ფორმატში საჯარო სკოლის მოსწავლეებს პროექტის დეტალები გააცნო. კამპანია სტარტს ხვალიდან აიღებს და 4000-მდე სკოლის მოსწავლეს საშუალებას მისცემს ეწვიოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს და პოლიციელების ყოველდღიური საქმიანობას ადგილზე გაეცნოს. და ბოლოს კვლავ უკრაინას სანამ კიევს აიძულებენ ხელი მოაწეროს კაპიტულაციას მოსკოვმა დარტყმები გააძლიერა ამჯერად რუსეთმა სარაკეტო ტერორი მოუწყო დასავლეთ უკრაინაში პოლონეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ტერნოპილს სადაც 27 ადამიანი დაიღუპა მათგან 3 ბავშვია. ქალაქის მჭიდრო დასახლებულ რაიონებს რუსეთი რამდენიმე საათის განმავლობაში ბალისტიკური რაკეტებით ბომბავდა. ტერნოპილში მაშველები ამ წუთებში ცდილობენ ნანგრევებიდან ხალხის გამოყვანას. უკვე გაწმენდილია 700 კვადრატული მეტრი, თუმცა ამის მიუხედავად ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 14 ადამიანი. უმძიმესია დაშავებულების მდგომარეობაც მათი საერთო რაოდენობა 93 ადამიანს აღწევს. რუსეთს საცხოვრებელ კორპუსებზე მიტანილი იერიშის შესახებ კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია და კვლავ ირწმუნება, რომ სამხედრო და ენერგო ობიექტებს ბომბავს. უკვე 48 საათზე მეტია მაშველები და მოხალისეები ტირნოპოლში ორი ჩამოშლილი და გადამწვარი კორპუსის ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ. მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებულ დარტყმას 26 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 მცირეწლოვანი. ძიმია 93 დაშავებულის მდგომარეობა. სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში 19 ბავშვი გადაიყვანეს. და როგორც ხედავთ, ტექნიკა მუშაობაში აჩერა, გამოცხადდა დუმილის რეჟიმი. ვცდილობთ ნანგრევებში მოყოლილების ხმა გავიგონოთ. დაახლოებით 30 წუთის წინ 20 წლის ახალგაზრდა აღმოვაჩინეთ. მაშველები ცდილობენ მასთან კონტაქტი არ გაწყდეს. საცხოვრებელ კორპუსებს რუსეთის ძალებმა X-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტა ისროლეს. ბოლო მონაცემებით 9 სართულიანი შენობის ნანგრევებში ამ დრომდე 22 ადამიანი რჩება. ჩემი შვილი ბიჭი ბინაში მე-9 სართულზე დარჩა. აფეთქებამდე ვესაუბრე, მითხრა დედა ყველაფერი კარგად იქნებაო. არაფერზე იდარდაო. ვცდილობდი დავკავშირებოდი, თუმცა უშედეგოდ. ყურმილს არ იღებს, არაფერი ვიცი. ჩემი ბებია ნანგრევების ქვეშ რჩება, იმედი მაქვს, რომ მისი ცხედრის პოვნას შევძლებთ. უდანაშაულო ადამიანები იხოცებიან, ეს საცხოვრებელი სახლია და არა რაიმე სტრატეგიული ობიექტი. ბებია ჩემი მე-6 სართულზე ცხოვრობდა. ვეძებდი, მე-3 სართულამდე ასვლა შევძელი, დანარჩენი ყველაფერი ჩამოშლილია. თავდასხმის კიდევ ერთი სამიზნე გახდა ხარკოვიც. რუსეთის სამხედროებმა ქალაქის სხვადასხვა უბანი დრონებით დაბომბეს. დაზიანებულია 16 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაშავებულებს შორის არიან ბავშვები. ამ შენობის მე-3 სართულზე ვცხოვრობ. ფანჯარასთან ვიდექი დავინახე, რომ შახიდის ტიპის დრონი მოფრინავდა. საკმაოდ ძლიერი ხმა ჰქონდა, საშიშროება ვიგრძენი. ტელეფონში გავედი და აფეთქება მოხდა. დავეცი, ყველგან ჩამსხრეული მინა ეყარა. ხარკოვის ცენტრალურ უბნებზე მტერმა დაახლოებით 10 დარტყმა განახორციელა. დაზიანდა საცხოვრებელი რაიონები. ეს იყო მასირებული თავდასხმა. დაშავებულების რაოდენობა მუდმივად იზრდება. უკრაინის ქალაქების და დასახლებების მიმართულებით ერთი ღამის განმავლობაში რუსეთმა სულ 500-მდე საბრძოლო დრონი და სხვადასხვა ტიპის 50 რაკეტა გაუშვა. ასეთი იყო დღევანდელი დღე 20 ნოემბერი და კურიერი 9 საათზე. რამდენიმე წუთში რუსთავი 2 ეთერს პაატა გულიაშვილის და ნიკა არაბიძის შოუ განაგრძობს. ჩვენ კი დღეს ამ თვალსაჩინო მუშაობას ხვალამდე გემშვიდობით ნახვამდის.